ანემია, ერითროციტების, ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია. ანემიის პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება ქსოვილების გენერალიზებული ჰიპოქსია, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. ვისაც გაქვთ ანემია, ჰემოგლობინი დაბალი, შეგიძლიათ დაარეგულიროთ. ამ რეცეპტით არის უნიკალური, დატესტილი. უნდა გამოიყენოთ 21 დღის განმავლობაში. 29 იანვარს მე მოვამზადე ძმარი. ეს მინდოდა ამეღნიშნა ამ ვიდეოში, რომელიც 3 კვირა უნდა შეგვენახა გრილ და ბნელ ადგილას და შემდეგ 3 კვირის შემდეგ უნდა გადაწუროთ და გამოიყენოთ. 29 იანვარს დავამზადე და დღეს არის 19 თებერვალი და უკვე ჩემი ძმარი მზად არის და გადავწურე. ვისაც წინა ვიდეო არ გინახავთ, აქ არის დამზადებული ლიმონი, ჯანჯაფილი, ნედლი კურკუმინი, ნიორი თავის ფურცლებით. ანუ ზედა ფურცლები გავაცილე, კარგად გავასუფთავე და ისე ჩავყარე. შემდეგ დავუმატე შავი პილპილი, აუცილებლად უნდა იყოს მარცვალი. მიხაკი, დარიჩინი. იმ ვარსკვლავის სახელი კიდევ ვერ გავიგე ქართულად რა ქვია, ბევრმა დამიწერა კომენტარებში თავისი ვერსიები, მაგრამ ვერ დავადგინე რა ქვია. ნახეთ, რა კარგი ფერია, რა საყვარელი ფერია. ეს არის იმუნიტეტის ბომბა, დამერწმუნეთ და დავამატე შემდეგ ვაშლის ძმარი და გავაჩერე 3 კვირა, მაგრამ მე 1 კვირის შემდეგ დავიწყე მიღება მაინც. შემდეგ ყველა დილით შეგიძლიათ 1 ჭიქა წყალში, 200 მგ ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაასხათ 1 სუფრის კოვზი და მიირთვათ. დამერწმუნეთ, არანაირი ვირუსი არ გაგეკარებათ. მე საქართველოში რომ ვიყავი, ისეთი საშინელი ვირუსი შემხვდა, ჩემი ძმარი რომ მქონოდა, ნამდვილად ვიცი რომ არ შემხვდებოდა ის ვირუსი. 3 თვეა მდგომარეობიდან კიდევ ვერ გამოვედი. ეს არის ჩემი დამზადებული ძმარი, ყურძნის ძმარი. შარშან დავამზადე და არის ძალიან კარგი და მინდოდა თქვენთვისაც მეჩვენებინა. ეს არის სეზამის თესლისგან დამზადებული, ამას თურქეთში თახინს ეძახიან და არის ძალიან სასარგებლო. განსაკუთრებით გამოიყენებენ ზამთარში. ეხან რომ ვაჩვენე, ფექმეზი ქვია იმას. იმ ფექმესთან ერთად, ან თუთის ფექმესთან ერთად. ეხლა მოვამზადოთ ანემიის ჰემოგლობინის დამარეგულირებელი პროდუქტი, არის იდეალური. ანუ ჩავასხით ფექმეზი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თუთის ფექმეზი, ყურძნის ფექმეზი, ან ამ მცენარის ფექმეზი, არც ამის სახელი არ ვიცი ქართულად. შეგიძლიათ დასკრინოთ და ნახოთ, მე მაგალითად ვერ გადავთარგმნე ქართულად, არ მითარგმნის. ჩავასხით ეს ფექმეზი და ეს არის შავი კვლიავი. 1 ჩაის კოვზი შავი კვლიავი უნდა ჩავყაროთ. ეს აუცილებლად მიიღება, მეგობრებო, დილით უზმოსზე. თქვენ უყურეთ რაოდენობას, მე ცოტა ბევრს ვყრი ხოლმე, იმიტომ რომ მე ცოტა არაფერი არ მიყვარს, მე ყველაფერი ბევრი მიყვარს. ეს არის დაბქვილი ჯანჯაფილი და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, როდესაც დაბქვილ ჯანჯაფილს ყიდულობთ, უნდა იყოს აუცილებლად ახალი დაბქვილი ჯანჯაფილი. ეს არის ტყის ქონდარი. ტყის ქონდარი მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან კარგი და სამკურნალოდ გამოიყენება. ეს ყველაფერი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და დავაწუროთ ლიმონი და მივიღოთ დილით უზმოსზე. 21 დღის განმავლობაში თუ გამოიყენებთ ამ პროდუქტს, შემდეგ გაიკეთეთ ანალიზი და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ძალიან სასარგებლოა და ძალიან კარგი. პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე მაგალითად წესრიგში მაქვს ყველაფერი, მაგრამ მაინც შიგადაშიგ ვღებულობ ხოლმე. ეს არის ჩემი საუკეთესო პროდუქტები, რაც კი აქ ჩანს. ამას მე ყოველ დღე მივირთმევ. ეხლა მინდა
მოვამზადო და აუცილებლად ამის ვრცელ ვიდეოს დავდებ, აი ეს არის ჯადოსნური მცენარე. აბა თუ მიხვდებით რა მცენარეა. რომელიც გამოიყენება როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. ორგანიზმში გვაქვს ანთებითი პროცესები შეიძლება და არ ვიცით, ან შარდის ბუშტის ანთება მაგალითად, საკვერცხეების საშვილოსნოში რაღაც პრობლემა გვაქვს და არ ვიცით, თუნდაც ვისაც დაურსულება უნდა ქალბატონება. ეს ნაყინი გამოიყენეთ 20 დღის განმავლობაში და აუცილებლად უფლის წყალობით და უფლის ნებით გეყოლებათ შვილი. არის არაჩვეულებრივი, არა მხოლოდ ორსულებისთვის, დასაურსულებლად უпроსწორად. მამაკაცებმაც გამოიყენეთ, ჩაის სახით მიიღეთ ყოველ დღე. შეგიძლიათ 20 დღეც მიიღოთ, 40 დღეც მიიღოთ და 60 დღეც მიიღოთ. ამის შემდეგ ვიდეო დაიდება კუჭის წყლულზე, კუჭზე იარები, კუჭნაწლავისთვის, სამკურნალო, არაჩვეულებრივი, უნიკალური რეცეპტი, რომელიც პირადად მე მაქვს დატესტილი. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაალაიქეთ, დამიწერეთ კომენტარებში, თუ რამე შეკითხვა გექნებათ, ყველაფერზე გიპასუხებთ. მულტისანი ჯანმრთელობას გისურვებთ. ჩემი YouTube გვერდია მულტისანი.